კრიზისული სიტუაციების დროს მთავარია სახელმწიფო იყოს მომზადებული და ეს კატასტროფის თავიდან აცილების წინაპირობაა. კრიზისის დროს ახალგაზრდები შეიძლება მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. საიდან იცი ამდენი რამ, მარიამ? დედაჩემი მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში და მან მითხრა ამის შესახებ. კარგი ამბავი ის არის, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ აქტიური წვლილი შეიტანონ რეაგირების მცდელობებში, რაც ხელს უწყობს სანდო ინფორმაციის და კეთილგანწყობილი სერვისების ხელმისაწვდომობას, რაც მათ სჭირდებათ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. გაინტერესებთ როგორ? ახალგაზრდებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ჯანდაცვის კოორდინაციის პროცესში. ეს საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს დღის წესრიგში დააყენონ თავიანთი სპეციფიკური საჭიროებები, რათა მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება კრიზისული სიტუაციის დროს. კრიზისული სიტუაციების დროს ახალგაზრდებს ამ პროცესში მონაწილეობა შეგიძლიათ რამდენიმე გზით. განაგრძეთ სკოლაში სიარული, ან თუ სკოლა არ არის, უყურეთ საგანმანათლებლო პროგრამებს ტელევიზორის საშუალებით. მოусმინეთ რადიოს, ესაუბრეთ სანდო ზრდასრულ ადამიანს, ან მოიძიეთ ინფორმაცია შესაბამის სატელეფონო აპლიკაციებში. მიიღეთ სამედიცინო სერვისები, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა. შეეცადეთ გახადოთ გარემო კეთილგანწყობილი და უსაფრთხო. გახდით ინფორმაციის პირველადი წყარო, სპიკერი ან თანასწორ განმანათლებელი და დაეხმარეთ თანატოლებს. მოიზიდეთ თანამოაზრეები და მიიღეთ მონაწილეობა მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფაში. გახსოვდეთ, თქვენ, როგორც ახალგაზრდას, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ კრიზისების დროს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის პროცესში. თქვენი საჭიროებების და პოზიციების დაფიქსირება მნიშვნელოვანია. გამოიყენე შენი ლიდერული უნარჩვევები და გახდი პროცესების მონაწილე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ პირველადი მომსახურების მინიმალური პაკეტის კოორდინაცია სხვადასხვა დონეებსა და სექტორებს შორის მნიშვნელოვანია, რათა დაეხმაროს ახალგაზრდებსა და მოწყვლად ჯგუფებს ჰუმანიტარულ სიტუაციებში, მიიღონ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ცვლილებების მონაწილეები და ერთობლივად მივიღოთ მონაწილეობა გლობალური პრობლემების გადაჭრაში.